მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო როგორც ხედავთ მე ვახში ჟვანია ისევ თქვენთანა ვარ და რაც თავარია მყავს ძალიან ლამაზი ძალიან ჭკვიანი ორიგინალური არასტანდარტული აზროვნების ქალბატონი რომელიც ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემას რომლის აქ არსებობა გვაძლევს იმის შანსს რომ ვთქვათ რომ დღევანდელი გადაცემა იქნება ასევე ორიგინალური და საინტერესო ანასტასია მეტრეველი ეს ქალბატონი რამოდენიმე დღის წინ იყო აქ და მოიყვანა ბატონმა ოთარ ბერძენიშვილმა თავის საავტორო გადაცემაში ჩვენ აქ თანამშრომლებს და მაყურებლებს ძალიან მოგვეწონა და მე როგორც ბატონი ოთარის მომწვევი აი ამ ტელევიზიაში მომეწონა და მეც გადავწყვიტე მომეწვია სტუმრის სტატუსით დღეს და დარწმუნებული ვარ რომ სტუმრის სტატუსით კი არა შემდეგ ალბათ შევთავაზებ იყოს ერთი გადაცემის დიასახლის ასე ვთქვათ რა არის ახლა მე ვფიქრობ საზოგადოებას მეუბნები რა უნდა იყოს თქვენში საინტერესო იმიტომ რომ თქვენი პროფესია მარკეტინგული პიარი მარკეტინგული პიარი და აი ამ პიარით როგორც იმ გადაცემიდან მე გავარკვიე ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება ჩვენი დღევანდელი სიტუაციის ანალიზის რაღაც გარკვეული გასაღებიც იყოს. აი მე პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, სანამ ჩვენს რაღაცაზე მოვყვებოდეთ. რა პრინციპებს და რანაირ კადრებს, რესურსებს ეყრდნობა ბატონი ბიძინას და აი ამ პარტიის ოცნების პარტიის პიარი რომ ახერხებენ აი ასე ცუდად იყოს საქმე და ძალიან ბევრს აჯერებენ იმაში რომ კარგად არის საქმე რას აკეთებენ ესენი ამისთანას ახლა მე ვიცი ერთი მე ვარ ფიზიკოსი ვარ მართვის სპეციალისტი და ვფიქრობ რომ სიტუაციას რაღაც ობიექტის მდგომარეობის აღქმის უნარი მაქვს და მე ხედავ რომ 12 წელს აღფრთოვანებული შევხვდი აი ამ ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლას მე დავდიოდი ბატონი ბიძინას მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე არა მარტო თბილისში მახსოვს ცხეთაშიც გავყევი ერთხელ მე მგონი გორშიც ვიყავი ტალშს უკრავდი ერთი წლის შემდეგ როდესაც ადგილობრივი არჩევნები იყო ამათ ხარდასაჭერად მარტვილში ვიყავი და იქაც უშელებელ დიდ ტრიბუნალზე გამოვედი და მხარი დაუჭირე ამათ მაგრამ ეს რაღაც 2, 3, 4 წელი და მე გაქრა ეს იმედები და პირიქით ძალიან გავწვილდი იმიტომ რომ რაც ბატონმა ბიძინამ და მისმა ჯგუფმა იმ არჩევნების წინა პერიოდში პირობები მისცა საზოგადოებას არც ერთი პირობა არ შეასრულა არ გაიაფა ენერგომატარებლები ელექტროდინი და გაზი არ შექმნა ის 100 ქარხანა რომელიც დიდი და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო დასაქმების საქმეში არაფერი არ გააკეთა მრეწველობის განვითარებისათვის სოფლის მეურნეობას ავაყვავებ უფასო კრედიტები იქნება ესე იგი დაბალ პროცენტიანი ეს არ გააკეთა სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო უკან წავიდა და სულ დაჩაჩანაგდა მოკლედ რა ვიცი ესე იგი წამლებსო გავანახევრებ ფასო არ განახევრა პირიქით გაძვირდა გაზიც გაძვირდა ახლა ლაპარაკია დენი როგორ გააძვირონ ამასაც გააძვირებენ მოკლედ რასაც გვპირდებოდა იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ამბობდა რომ ემიგრანტებს უკან წამოვიყვანთო პირიქით მისი მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო დიდი რაოდენობა ქართველების გავიდა საზღვარგარეთ
და პასუხისგებლობასაც არ გზნობს, არც ბოდიშჩიხტის, არც არაფერს, პირიქით ამბობს საუკეთესო მთავრობა მყავსო ევროპაშიო და ახლა ეგ ჩვენ პრემიერ-მინისტრი ამას წინათ გამოვიდა და ამბობს, რომ ეკონომიური განვითარების ტემპებით ჩვენ ევროპაში საუკეთესო ქვეყანა ვართ თუ. ნუ მოკლედ აი ახლა ესეც ალბათ ვიღაც თქვენისთან ლამაზმა PR კამპანიის სპეციალისტმა ალბათ უთხრა მას ასე ილაპარაკე და ეს იმოქმედებსო თუ კიდე რაღაც დანარჩენებსა როგორ ფიქრობთ აი როგორ აღწევენ ამას პირველ რიგში მოგესალმებით გილოცავთ დღევანდელ დღეს და ყველა დედას უსურვებთ ბედნიერ მომავალს და უკეთეს მომავალს თავისი პატარასთვის და დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად PR-ი არის ამ ბოლო დროს დაერქვა PR-ი სადღაც მე-20 საუკუნიდან ალბათ ბერნეისი ითვლება მის ფუძემდებლად ედვარდ ბერნეისი, რომელიც იყო ფროიდის დიშვილი და პირველად მოიფიქრა ეს public relationship, ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა. არის პიარი, თუმცა ბერნეისამდე ეს იქამდეც არსებობდა. უბრალოდ მან სახელი დაარქვა ამ ყველაფერს. რომ მოკლედ რომ მოგახსენოთ, ნუ ბერნეის აქვს ესეთი წიგნი დაწერილი პროპაგანდა და მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან პატარა ესეთი თხელი წიგნი და ნებისმიერ დროს ალბათ ერთი დღეც არ დაჭირდება ეს რომ წაიკითხოს დაინტერესებულმა ადამიანმა, რომელიც საინტერესებს რა მოქმედებს მასზე და რატომ მოქმედებს და როგორ ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. ამიტომ ამაზე აღარ გავგრძელდები, იმიტომ რომ აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ვისაც უნდა წაიკითხოს და დაინტერესდება ამ თემით. ჩავიწერდი და ჩავიწყე. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ დიდი ალბათობით სავარაუდოდ მათ ყავთ უცხოელი პროპაგანდისტები მოწვეული, ძალიან ძლიერი ფიგურების პიარი ვინც იყო და არჩევნების პერიოდში აი ეს ძლიერ ფიგურებს დღესდღეობით ვინც პრეზიდენტები არიან ან პრემიერები და ვინც გაამარჯვებინა ესეთი ადამიანები ყავთ მოწვეული, რომლებიც უწარენ მსგავს რაღაცებს. მსგავს რაღაცებს უბრალოდ ჭირდება ეროვნული მეხსიერება. ანუ ეროვნულ მეხსიერების შესწავლის შედეგად ჩვენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. ჩვენი ეროვნული მეხსიერება, როგორც წინა გადაცემაში დავძინე, არის ის, რომ მუდმივი ომის პროცესი, მშვიდობიანი ეროვნული მეხსიერება არ გაგვაჩნია, სადღაც 3000 წელია ალბათ. რამდენი წელია? 3000 წელი ალბათ ომში ვართ. დაახლოებით, ნუ ეგრე გამოდის, რომ სადღაც ნუ იქ აღმაშენებლის პერიოდი, ნუ ეს ყველანაირი პერიოდი მუდმივად აიყველა ასწრეული ჩვენთვის არის რაღაცა ომის მომასწავლებელი და ქართველი ერი არის ომში. რომ არსებობდეს ერთი თაობა მაინც, რომელსაც ომი ნანახი არ ექნება თავის თვალით. ერთი თაობა რო გაიზარდოს სრულწლოვანამდე ჩვენ აი ამ წრეს გავარღვევდით. იმიტომ რომ ისეთი შიში აღარ არის როგორიც ჩვენ გვაქვს. უბრალოდ მე მგონია რომ არსებობს პროპაგანდაში არსებობს ორნაირი ტიპის მმართველობა, ერთი ჰორიზონტალური და ვერტიკალური. ჰორიზონტალური მმართველობა არის, როდესაც შენს გვერდზე მდგომი ადამიანები, მეზობლები, ნათესავები, თუნდაც შენი სამეგობრო წრე სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაღაცას თუ არ გავაკეთებთ, აი ომი იქნება, ანუ ბედურობა იქნება, მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. ვერტიკალური პროპაგანდა არის, როდესაც ლიდერი გეუბნება რაღაცას და დაბლა ჩამოდის ლიდერიდან ეს ინფორმაცია. როგორც ხდება მაგალითად უშუალოდ გამოცხადებულ დიქტატორულ ქვეყნებში, ჩრდილოეთ კორეაში და ასე შემდეგ. ირანში, რუსეთში. კი ბატონო, აი ეს შიდა წრეში უფრო ნაკლებად არის, აი ლიდერმა თქვა და ყველანი თანახმავართ. ჩვენი პრობლემა მე ესე მგონია, რომ ჩვენ ვერ გავითავისეთ ის, რომ თუ ომი არ გვინდა და გვინდა მშვიდობა, მაგისთვის უნდა გავაძლიეროთ დაცვა. ხო.
ლოგიკურია. ყველაზე მე მაინც ესე მგონია, რომ ჯარისკაცები არიან ყველაზე პაციფისტი ადამიანები, იმიტომ რომ მშვიდობა ყველაზე მეტად ჯარისკაცს უნდა. აქედან გამომდინარე, თუ გინდა რომ იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი, უნდა იყოს დაცულად, ხო? ანუ ქვეყანაში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს პირველ რიგში, რაც არის მნიშვნელოვანი. თუმცა ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ჩვენთან პირიქით. ჩვენთან პირიქით დაასუსტეს დაცვა, იმიტომ რომ აი ამ შიშის გავლენაზე რა. ჩვენ გვინდა რომ ომი ჩვენ გვინდა რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ, მაგრამ დაცვით კი არა, იმითი რომ ეგრეთ წოდებულად დაცვს ბაბაია დაუწახოთ. ის რომ როგორც პირობითად ისრაელმა გააკეთა ეს რომ თავდაცვა გააძლიერა და როგორც ძლიერ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენზე არანაკლები ზომის არიან, ანუ ისინიც პატარა ქვეყნები არიან, მაგრამ თავდაცვა იმ დონეზე აქვთ განვითარებული, რომ ვეღარ ეშინიათ ამ ომის რა. შვეიცარია ცნობილი ფაქტია, ძალიან ძლიერია. თუნდაც ფინეთი, რომელიც ასევე რუსეთის მეზობელია, რომელსაც ასევე ბალახი არ ამოდის თავ ქვეყანაში, ყინულია ხო? და ჩვენზე უფრო ძლიერები არიან რეალურად, რესურსი არ აქვთ იმხელა არც საკვების ბუნებრივი რესურსი, ხო? მაგრამ აი არ ეშინიათ ამ რუსეთის მეზობლობის, ხო? ჩვენ ხო შეგვიძლია რომ ბევრად უფრო კარგად ვიყოთ, თაგვაქვს, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ თავდაცვა ესე შესაბამისად გაძლიერდეს და ოდესღაც იყო საუკუნეების წინ, როცა ეს თავდაცვა ძალიან სერიოზულად ჰქონდა გაძლიერებული სტრატეგიულად. მით უმეტეს რავი, როგორც ვიცი ისტორიულად რაჭიდან ქუთაისს ჩადიოდა 10 წუთში ინფორმაცია მტრის შემოსევაზე და ეხლა ის უფრო მარტივია, ხო? გასაგებია. თქვენს კითხვაზე პასუხი ჩემი იქნება ეს, რომ პიარი მუშაობს ყველგან, პიარი მუშაობს ყველა სფეროში და თითქმის გადაწყვეტილებები ჩვენ არასდროს ჩვენით არ მიგირდით. გასაგებია. ახლა მეორე კითხვა მაქვს. როგორ წავართვათ ეს უპირატესობა ხელისუფლებას, რომელიც პიარის ხარჯზე თვითონ მდიდრდება, თავის კლანს აძლიერებს, ქვეყანას ყიდის, ყველაფერს, ხეობას, მდინარეს, ახლა ეგერ არაბული ქალაქებიო და მიწები და დღეს როგორც ირკვევა გაცილებით მეტი აქვს გაყიდული და ასე შემდეგ და აი ამ მხოლოდ პიარით და ის ხალხი, ვინც ამ პიარს კი არ ემორჩილება, აძლიერებს ამას, ესე იგი, ნუ რაღაცა, ესე იგი, ალბათ ფულს ღებულობს ამისათვის. ჩვენ ახლა ვნახეთ თვითონ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი, აი როდესაც ლილუაშვილი დაიჭირეს და მესი ვიღაც ნათესავის სახლში ჩხრეკა რო გააკეთეს, მათ შორის აღმოჩნდა, იქ ოქროს ზოდები და რაღაცები, აღმოჩნდა 1200 პაკეტი, ესე იგი კონვერტები, სადაც იყო 5-დან 25,000 დოლარამდე ჩადებული. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით ეს ის ფულია, რომელიც ყოველგვარი საბუღალტრო და სახელმწიფო კონტროლის გარეშე მიდიოდა ადრესატებამდე. ახლა მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ეს 1200 კაცი არის ის, ვინც ჩვენ ყოველდღე მოძღვრავს და გვიმტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება კარგია და ყველა მისი ის მოქმედება, რომელიც ჩვენ ძალიან არ მოგწონს, რომ ეს მოსაწონია და კარგია. ესე იგი, თავხედურად გიმტკიცებს ის, რაც არ ვარგა, კარგია. ის, რა თქმა უნდა, ესე იგი, ფულზე ყიდის, ქვეყანას ყიდის, სამშობლოს ყიდის, მომავალს უკარგავს თავის შთამომავლობას. აი ასეთი მდგომარეობა და რა შეიძლება დაუპირისპიროთ აი ჩვენისთანა ხალხმა? ზოგადად პროპაგანდის მოწინააღმდეგე პროცესი არ არის მარტივი, ამას ჭირდება სიდინჯე, სიმშვიდე და ყველაფრის გათვლა ისე როგორც საჭიროა. რასაც დღესდღეობით ოპოზიციური ძალა ვერ აკეთებს. ძირითადად იმ პერიოდში, როდესაც ეს ნარატივი წამოვიდა და ეს მშვიდობის დაცვა და ასე შემდეგ, ძირითადად თითქოს, რასაც მე ვუყურებდი, იყო ამ ცეცხლზე ზუსტად ნავთის ხმა.
იმიტომ რომ გამოდიოდნენ ლიდერები, ოპოზიციური ლიდერები და აკეთებდნენ განცხადებას, რომ აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრებას მირჩევნია, თავზე ბომბები მაცვიდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი იყო ის, რაც ცეცხლზე ასხავდა ნავთს და ისევ პროპაგანდას აძლიერებდა, იმიტომ რომ აი მტკიცებულებები იყო, რომ აი ამათ მართლა ომი უნდათ, რეალური მტკიცებულებები. ყველაზე კარგად რაც მუშაობს საქართველოში ამ ეტაპზე არის სატირა, იუმორი და ცოტა ამ სატირული გავლენით რაღაცების დამარცხება არის შესაძლებელი. პირობითად ქართველების უმრავლესობას როგორც ერს არ გვიყვარს როცა ბოდიში ამ სიტყვას ვიხმარ, გოიმად ვითვლებით. ხო. თუ რაღაცა ხდება სასაცილო და ამ თემში ყოფნა გოიმობად თუ ითვლება, ჩვენ სულით ეგრევე ლაპარაკის სტრუქტურას, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა აბსურდულ სისულელეში გადავეშვათ, იმიტომ რომ გოიმად არ ჩავითვალოთ. აქედან გამომდინარე, აი მაგ ბერკეტის გამოყენება ჩვენთვის, როგორც კონტრპროპაგანდისტვის, არის კარგი პროცესი. თუნდაც რაღაცა პერიოდი ერთ-ერთ გადაცემაში იყო, აი ამ არა ომი გინდას და აი ამ მშვიდობის დაცვაზე ძალიან დამცინავი ტონი და რაღაც პერიოდი, რაღაც საზოგადოებამ, რაღაცა ბურთმა უკვე საცილად აიგდო ეს სიტყვები. და სულ დადიოდა სოციალურ მედიაში და რაღაცეებში, რომ აი ეს ის ადამიანი აბაუმი რო გინდათ რო იძახის და იყო დაცინვა და რაღაცა ამისი გვეშინია. რაღაც მომენტში ეს სიტყვები ცოტათი გაუფასურდა, თუმცა საბოლოოდ ეს სიტყვები ვერ გაუფასურდება, იმიტომ რომ ეს ისეთი ღრმა რაღაც არის, რაც ჩვენში ზის. რომ ესე ადვილად ვერ მოხდება ამის. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ნელი პროცესი, ძალიან დროში გაწელილი პროცესი, რომლის დამხმარე ინსტრუმენტიც არის სატირა და იუმორი, თუნდაც ის, რომ აი გადაცემებში ეს ყველაფერი აღიქმებოდეს იუმორისტულად და თვითონ აი ამ პროპაგანდის შეტრიალებული ვერსია და სინამდვილეში რომ აბსურდია, აი ამაზე აპელირება ისე, რომ ადამიანებს გაეცინოთ. ანუ ისეთ აბსურდამდე დაყვანა, რომ გაიცინოს ადამიანმა რა ამ ყველაფერს. და გულზე მოეშვას ეს სიტყვები. აი ის თქვენი კოლეგა, ხო, პიარის იმაზე დამწერეო ამბობს მაროშკინა. მაროშკინა ყოველ შემთხვევაში თქვა და აგერ ახლახან უთქვია, რომ აი შეხედეთ ირანში ომია, ჩვენთან მშვიდობაა. წარმოგიდგენთ? ამას იუმორით უნდა შევხვდეთ ეთყობა, იუმორით უნდა შევხვდეთ. Так, კიდე რა არის? ხო, ამჩნევთ თუ არა უპირატესობას, ესე იგი ჩვენ და ამით მიანიშნებენ იმას, რომ ჩვენ ბრძენი, აი მეორე პიარისტია კიდე ახლა არ მინდა გვარი ვთქვა, ძალიან იმათ აღიქვამს, როცა პირდაპირ მას მივმართავ, მაგრამ გვერდს ვერ ავული, ახლა მან თქვა თქვენ აზრზე არა ხართ რა მხელა ბრძენი კაცია ჩვენი ბიძინა, რომელმაც აი შეხედეთ ირგვლივ ყველგან ომია, იქ უკრაინაში, აგერ აქ სამხრეთში, აქ სომხეთიდან ომი იყო სულ და მან ქვეყანა გამოატარა აი ასე ლამაზად. წარმოგიდგენიათ? აი ეს პიარის მაგალითებია. მე მინდა ერთი რაღაცა წაგეკითხოთ. ესე იგი 70 წლის წინ, ახლა 20, ესე იგი 50 წლამდე, ხო? ჰანა არენდმა გაგიგონია ასეთი? ეს ქალბატონი არის, ნუ ალბათ ებრაელი, გერმანული წარმოშობის და აი ეს ნაციონალები რომ მოვიდნენ, ნაცისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იქ ცხოვრობდა და მე გაასწრო, სანამ დაჭერები იქნებოდა. მაგრამ მთელი ცხოვრება მე აი ამ პოლიტიკურ ფილოსოფიაში მუშაობდა და ესე იგი აი ამ დიქტატორული და ასეთი რეჟიმების კვლევას აწარმოებდა და უამრავი რაღაცებია გაკეთებული. აი ერთი რაღაცა. აი მისი გაფრთხილება, ნამდვილი საშიშროება ის კი არ არის დააჯერო ადამიანების სიცრუეში,
არამედ აიძულო ადამიანები უარი თქვან სიმართლეზე. ახლა 51 წელს რა დაწერა? ტოტალიტარული სისტემა წარმატებას არ აღწევს იმით, რომ არწმუნებს ხალხს თავისი იდეოლოგიის სისწორეში. არამედ ისინი წარმატებას აღწევენ იმით, რომ ანგრევენ უნარს იაზროვნონ. კი. ანასტასია, ეს მე რო წავიკითხე, ვიღაცამ, რუსულად იყო ეს დაწერილი და ესე იგი და მე კიდე ცოტა დიდი სტატია არის, მინდა იმის მე გადმოქართულება და დავბეჭდო კიდევაც. ესე იგი ძალიან ბევრი ანალოგიური მაგალითები ჩემს ცხოვრებაში ვხედავ აქ საქართველოში. აი როგორ ანგრევენ ადამიანის ფსიქიკას, რომ იმას უკვე არჯერა, მისთვის უკვე სულ ერთია ის მართალია თუ მოგონილია, ის ეყნობა თუ არა რაღაც ჭეშმარიტ ინფორმაციას. ესე იგი, აი ეს როცა სულ ერთია ყველაფერი, ამ მდგომარეობიდან მიიყვანეს საზოგადოება და ამისთანა მაროშკინა გამოვა და გაახარებს ხალხს. ხო ხედავთ, ირანში ომია და ჩვენთან არ არის. ხო, იცით რა არის, ეგ აბსურდების დაჯერება ზოგადად, ანუ რაღაცა ყველაზე დიდი აბსურდი რომ აიღო და ვიღაცას დააჯერა, უფრო მეტად მუშაობს ხოლმე მასებზე. ირანში ომი იმიტომ არის ეხლა, რომ ირანმა ფსონი რუსეთზე დადო თავის დროზე, ხო? და იმიტომ არის, თორე რუსეთზე რო არ დაედო ფსონი, არ იქნებოდა დაახლოებით როგორც ჩვენ. თუ პარალელს გავავლევთ, ამჟამად ჩვენს პოლიტიკური კურსიც ეგ არის, რომ რუსეთზე გვაქვს ფსონი დადებული, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ფაქტი ესეა. ამიტომ ჩვენთან ომი არ არის ჯერ. ხო, ეგრე შემიძლია რომ გითხრათ მოროშკინეს სიტყვებზე გვეცნობიერში ესე იგი უდებენ იმას, რომ სანამ ჩვენ ვართ არ იქნება ომი, მაგრამ აი ჩვენ რა ბიძინა რო არ გვეყოლება, ესეთი ადამიანი არის, მე პირადად ყოველ წელს წელიწადში ერთხელ უსმენ ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ მისი ერთი და იგივე ვიდეოს უსმენ ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის ახალ რაღაც აღმოვაჩენ. ესეთი ადამიანი არის იური ბეზმენოვი, თუ გაგიგიებთ. ვინა? იური ბეზმენოვი. ბეზმენოვი. ბეზმენოვი, რომელიც კგბ-ს ყოფილი მაღალჩინოსანია, 80-იან წლებში ამერიკაში გაიქცა და თავშესაფარი მოითხოვა და იქ წერს ინტერვიუს, რას აკეთებდა კგბ. თელ აი ამ პროცესს როგორ მოქმედებს ადამიანებზე და ერზე, როგორ ნერგავენ განათლების სისტემაში, რას უკეთებენ ადამიანებს, ანუ აი ამაზე საუბრობს, სადღაც საათნახევრიანი ინტერვიუ არის, ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის, აუცილებლად უყურეთ, ვინც გვისმენს, რომ ზუსტად მიხვდეთ რა გჭირს, იმიტომ რომ 80-იან წლებში ჩაწერილი ინტერვიუც კი აი დღევანდელ საქართველოს ისე ერგება, რომ გონია რომ რაღაცა იმითი არის რა ქვია ჩაწერილი მომავლის მანქანით თუ ანუ ძალიან ერგება. ახალი არ მოუგონიათ იმ სისტემით. იგივე ერთი და იგივე მუდმივად ერთი და იგივე სცენარი ვითარდება. თუნდაც ის პროცესი რომ იური ამბობს ესეთ რაღაცას რომ წაიყვანო ნებისმიერი ადამიანიო რომელსაც საბჭოთა კავშირის უყვარს რომ წაიყვანო და ანახო სინამდვილეშიო აი ეს ტყვეები როგორ რა დღეში ყავთო ადამიანებიო ეგენი რომ ანახო და თვალწინ დაანახო მაინც არ დაიჯერებს ისე ყავსო გამოზრდილიო თაობებიო რომ ის სანამო თვითონო რა არ მოხდება რუსული ჩექმაო მანამდე აზრი არ აქვსო არაფერს აზრი აღარ აქვსო ამისთვისო რა ხოშხლითა კი რაღაცა ჩვენთან დღემდე მუშაობს ეგ პროცესი რომ ვიღაცა გვიყვარს და იმაზე ცუცს ვერ დაიჯერებ გამორიცხულია რაღაცა რადიკალური ჩაჭიდება გვაქვს და
ეგ ჩემი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ ესე რომ არის საბჭოთა ხელისუფლების გავლენა, როდესაც სტალინი იყო უმაღლესი ადამიანი, გიყურებდა ყველგან, სადაც უნდა ყოფილიყავი და რავი ადამიანებს, რომლებსაც დედები დაუხრიტეს და ბიძები გადაუსახლეს, რომ გარდაიცვალა სტალინი, ეგ ადამიანები ტიროდნენ. აი ეგ პროპაგანდა დღემდე ესე მუშაობს. ამიტომ ამას ადვილად აკეთებენ. ძალიან რთულია ადამიანს, რომელზეც პროპაგანდა მუშაობს დაბადებიდან, რომელზეც ეს სისტემა მუშაობს დაბადებიდან, რაღაცა გააგებინო. გარდა იმისა, რომ შენ მოძებნო რაღაცა პატარა ხვრელი, სადაც უბრალოდ მართლობის შეცვლას დაიწყებ. ბერნეის აქვს ესეთი რაღაცა თავის წიგნში, რომ არსებობს გილდიები. ანუ ადამიანებს ყობს გილდიებად და შეიძლება ერთი ადამიანი იყოს რამოდენიმე გილდიაში. პირობითად გოლფის მოყვარულთა გილდიად ყობს ადამიანებს, მწეველთა გილდიად ყობს ადამიანებს, რაღაცა ესე ცალ-ცალკე რა, ის შოპინგის მოყვარულთა გილდია და ამ გილდიების მიხედვით ძალიან მარტივია ესაუბრო, ანუ როცა აარჩევ ისეთ რაღაცა გილდიას, სადაც ისეთ ადამიანების სეგმენტს, სადაც ძალიან რამოდენიმე გილდიაში არიან გაწევრიანებული, მათთან იწყებ უკვე საუბარს, ესე იგი მასობრივად ესენი არიან. და შენ უკვე წარმოდგენა გაქვს ადამიანების უმრავლესობა რას აკეთებს და რა ენაზე უნდა ესაუბრო. ყოველ შემთხვევაში, აი ეხლა ეს წინადადება რაც არის, ამის უკან ხო არის რეალურად ის, რომ ირანმა რუსეთს გააკეთა ფსონი, მოითხოვა ამერიკის და ისრაელის დაღუპვა და ომი ამიტომ არის, ხო? რეალურად ჩვენც ეგ გაკეთებული და ეს სიტყვები იმ დონეზე აბსურდია და იმ დონეზე სასაცილო არის ამ შვიდობით აპელირება, რითიც ქალბატონი ლალი აპელირებს და ლაპარაკობს, რომ აი არ ვიცი, მოკლედ აბსურდია რა თქმა უნდა და თუმცა ადამიანები ამას იღებენ. ამას იღებენ ჩვეულებრივად. სამწუხაროდ იღებენ და ამიტომაც გითხარით, რომ რაღაცნაირად უნდა ვებრძოლოთ ამას. იმიტომ რომ შიგნით არის სიტყვა მშვიდობა და მორჩა. ჩვენ ერთადერთი რაც მოგწონს და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღესდღეობით არის მშვიდობა. თუმცა არასდროს არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ მოუთხოვია რეალური მშვიდობა. არც ერთი ოპოზიციური ძალა არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ არ მოუთხოვია თავდაცვის გაძლიერება. მე არ მახსენდება, შეიძლება არსებობს ესეთი ფაქტი, მაგრამ არ მახსენდება. ახლა გეტყვით, ესე იგი ჩვენ ვართ მეცნიერთა კონგრესი. ჩვენთან ძალიან ბევრი მეცნიერია, 500-მდე გაერთიანებული, ძალიან ცნობილები, ჩვენი ერთ-ერთი კი არა, ჩვენი თავიდან დამფუძნებლები იყვნენ, მერე მათ ეს ტელევიზიაც დააფუძნეს, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, ჩვენი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე ჩვენი საქმიანობის იყო ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, ეს სოფლიო დონის სპეციალისტები თავისი დარგის და ბევრი ძალიან ბევრი და ჩვენ ძალიან ბევრი პროგრამები გვაქვს და ბევრი ისარა გვაქვს იდეები ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მოწყობის, არჩევნების შერჩევის, არჩევნების ჩატარების, ასევე კადრების შერჩევის და ასე შემდეგ. უამრავი ინიციატივა გქონდა, მაგრამ როგორც იტყვიან, შეაყარე ცერცვი კედელს. არც ერთხელ, აი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის მანძილზე, როცა ჩვენ ეს აქტიურობა გამოვიჩინეთ და ყველა ჩვენი ინიციატივა ხელმოწერით, ჩაბარებით მიტანილი იყო პრემიერ-მინისტრის აპარატში, პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, პირადად ბატონ ბიძინას ბევრჯერ მივწერეთ წერილები, ჩვენი რჩევები, 0 ყურადღება. ამავე დროს არც ერთი ტელევიზია ჩვენ არ გვეპატიჟება. ჩვენ შევხვდით ერთხელ ქალბატონ ბერძენიშვილს, მის დირექტორი რომ არის. თვითონ პირდაპირ თქვა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ, ჩვენ გვაქვს პრობლემა ინტელექტუალურ ხალხთან დაკავშირებით და ჩვენ ვითანამშრომლებთო.
რომ გამოვედით ჩვენ ერთმანეთს ვაგულიანებდით, აი მე არ ვიცი, მაგრამ შენ ალბათ მოგიწევენ, შენ ალბათ 4 ვიყავით ერთად ბატონ თემურ შაშიაშვილი, მე და კიდე 2 ქალბატონი და არაფერი ამას არ მოყოლია. ეთყობა იმანი იქ მე ვიღაცას კითხა და დაგვიგეს. ჩვენ არსად არ ჩავართ. წელს კი არა, ბევრი წელია, ყოველ 8 თებერვალს ჩვენ გელათში მივდივართ და იქ ვაჟღერებთ ჩვენს ახალ ინიციატივებს. ახლა დღეს ჩვენ ახალი მიმართვა გავაკეთეთ. აგერ წერია მეცნიერთა კონგრესის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ხელისუფლებისადმი, პოლიტიკური პარტიებისადმი, ინტელიგენციისადმი, მედიის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და აქ ჩამოთვლილია რაღაც. აქ ჩვენ ვერ ვწერთ რა არის ტყუილი? ის რომ საქართველოს ქართველებისაგან დაიცალა, ის რომ საკუთარი ოჯახისა და ახლობლების გადარჩენის მიზნით ხალხი გახიზნულია და იქ მონურ პირობებში არიან, ის რომ ჩვენ თანამემამულებს უცხოეთში არ აქვთ იქაური თანამშრომლების ტოლი უფლებები მონებად ყავთ. ის რომ მეცნიერების გაქვლები და ეს ცნობილი ფაქტია ჩვენც ეს გადავამოწმეთ 3000 არის ლარი დღევანდელ პირობებში საკმარისი კალათა აუცილებელი კალათას აუცილებელი კალათა ნამდვილად ეგრე 3000 და სად არის არ არის მართალი რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა რომ საქართველოში სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს რომ დემოგრაფიული სიტუაცია კატასტროფულია რომ ადამიანები ვირძიან არასაკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის არამედ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის როგორმე რომ გაძლო მოთხოვნილებები ან იქნებ ის არის ტყუილი რომ მოსახლეობის 5%-ის ხელში არის მთელი სიმდიდრე და ის არის მეტი იმაზე რაც აქვს დანარჩენ 95%-ს რეალურად აი ეს ყველაფერი და ჩვენ ახლა ვიწევთ როგორც მთავრობის ასევე თქვენ მართალი თქვით რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუთავაზებია ალტერნატიული რომელიც უკეთესი იქნება მომხდა ჩვენ ამას ვთავაზობთ მაგრამ ჩვენც არც პოლიტიკურ სამთავრობოები და არც ოპოზიციურები ყურადღებას არ გვაქცევს ახლა იმედის ეთერში ჩვენ ვინ მიგვიშვებს ან და ახლა პირველი და ფორმულა არის ერთი არის ნაციონალების მეორე არის ვიღაცის მდიდრების და იმათი უფროსები რასაც ეტყვიან იმას აკეთებენ არც ერთხელ აი თემურ შაშიაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ბიოგრაფიის მქონე კაცი და ადამიანი რომელმაც თავისი მოღვაწეობით როცა გუბერნატორი იყო იმაში რა ქვია იმერეთში ყველა მაჩვენებლით საუკეთესო იყო საქართველოში არც შევარდნაძემ მაშინ არ მისცა საშუალება ამ კაცის გაპიარება მომხდარიყო და ის რაც მან იქ გააკეთა დაენერგა სხვა საქართველოში სხვა რეგიონებში არ გააკეთა ეს და სხვებმა მით უმეტეს მიშამ ყველა დაიჭირა გუბერნატორები მარტო ამას ვერ ახლო ხელი იმიტომ რომ იმდენად სუფთა იყო რომ იმანაც კი ვერაფერი ვერ მონახა ხო აი ასეთი კაცია და გინახიათ როდესაც რომელიმე ტელევიზიაში თემურ შაშიაშვილი ხო ესე იგი იშვიათია ესე იგი ვინმე თუ კარგი გამოჩნდება მას როგორც სამთავრობა ასე ოპოზიციურები ესხმიან თავს და ესე იგი მალავენ და ცდილობენ რომ ის არ გამოჩნდეს ახლა მე ერთი ასეთ დასკვნა გავაკეთე რომ ეს ჩვენი ოპოზიციური პარტიები იმას ებრძვიან არა იმიტომ რომ მათი მმართველობა არის ცუდი არამედ ებრძვიან იმიტომ რომ თვითონ უნდათ მოვიდნენ აქ და ჩანაც უნდა აკეთონ იგივე რასაც ესენი აკეთებენ ესე იგი აკეთენ ფული აკეთონ ესე იგი ნეპოტიზმი და თავის სანაცესავო დაასაქმოს და ამ შემდეგ ჩვენ დავწერეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა სადაც პირდაპირ მიუთითეთ რომ ნეპოტიზმი და კორუფცია არის სამშობლოს ღალატი და უნდა გასამართლდეს ამისათვის ის სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა აღდგეს ჩვენ პირდაპირ დავწერეთ რომ რეფერენდუმის კანონი უნდა აღდგეს ეს შევარდნაძემ მოგვისპო
ხალატის კანონი სააკაშვილმა მოგისმო, ეს აღსადგენია. ჩვენ ასევე ვცდილობთ და ჩავწერეთ იქ პირდაპირ რომ სასამართლო როგორმე უნდა განთავისუფლდეს. აი მე თქვენ იმ დღეს გიყურებდით და თქვენ იქ რამოდენიმე პუნქტი ახსენეთ, რატომ გვინდა ჩვენ ევროპაში, რომ სტაბილური იყოს მდგომარეობა, რომ ვიცოდეთ ჭამთ ჯანსაღ პროდუქტს და ასე შემდეგ. ან არჩევანი მაინც გქონდეს ჯანსაღს და არა ჯანსაღს შორის. მე მინდა ბიო ვიყიდო, თუ მინდა შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქტი ვიყიდო. ეგ ჩემი არჩევანია და არ უნდა წყვეტდეს მაგას სახელმწიფო. რა თქმა უნდა. და ჩვენც იგივეს ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ ევროპული სასამართლო იყოს, ჩვენ გვინდა ევროპული თვითმმართველობა იყოს, ჩვენ გვინდა ევროპულად რაიონში მოსამართლეს პოლიციის უფროს, კიდევ ის რაღაცას პროკურორს ხალხი ირჩევდეს, რომ ხალხის წინაშე იყოს პასუხისმგებელი და არა ერთი კაცის ვიღაცა იქ რომ ზის და ისე ანაწილებს ამ თანამდებობას, რომ თავისი არსებობა ამ სავარძელში გაიხანგრძლივოს. აი ესე იგი იდეები არაჩვეულებრივია, არცაც არ უნდა, არც ოპოზიციას, არც პოზიციას. და ამიტომ ჩვენ აი ახლა სხვათა შორის ხუთშაბათს გვექნება ამის განხილვა, სადაც ჩვენ თავაზობთ იმათ, აი თემებს თავაზობთ, რაზეც გვექნება საუბარი. საიმიგრაციო პოლიტიკა. ვის როგორ წარმოგიდგენიათ და რა გინდათ? ჩვენ გვაქვს ჩვენი და იმას წარმოვადგენთ. საგარეო პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, დემოგრაფიული პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა. შეიძლება ახლა ეს განათლება ახლა რაც მოხდა ახლა მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, გავაერთიანოთ უნივერსიტეტი. ეს ხო ნონსენსია. უნივერსიტეტი ხომ კონსტიტუციურად უკვე დაკანონებული იყო, რომ აქვს დამოუკიდებლობა, რომ ის არის თვითმმართველი, ესე იგი სუბიექტი და რომ მის საქმიანობაში ჩარევა არ შეიძლება. ამან დაიწყეს ჩარევა იმით, რომ რექტორები თვითონ დასვეს. ეს საბჭოები, რომელიც გადაწყვეტილებას ღებულობენ, სათითაოდ ყველა სუსის მიერ იყო არჩეული და ისე გააგე. მოკლედ მოშალეს ფაქტიურად მმართველობა და აი დაუქვემდებარეს ერთ კაცს და ეს ახალგაზრდა ევროპაში განათლება მიღებული კობახიძე აკეთებს ამისთანა საშინელებებს. ისე სიმართლე რო ვთქვათ, კიმ ჩენ ინსაც დამთავრებული აქვს ამერიკაში უნივერსიტეტი, თუ არ ვთქვი ჰარვარდი ან არა, დუსელდორფშია, დუსელდორფში. გერმანიაში. გერმანიაშიც, მაგრამ მე მახსოვს, რომ ამერიკაშიც აქვს უნივერსიტეტი. ახლა ეგ რაღაც კურსები შეიძლება გაიაროთ. არ ვიცი, მაგრამ ეგ არ ცვლის იმას, რომ დიქტატორი იყო საერთოდ. როგორც აღმოჩნდა სამწუხაროდ. სხვათა შორის შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს მუშაობაში და მე შემიძლია გითხრათ ბატონო ვახში რომ დავასრულებ ამას. ესე იგი, აი ამათი განხილვა გვექნება, მათ შორის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ასევე 21 პუნქტიანი პროგრამა გვაქვს ქვეყანა როგორ გავიყვანოთ და 60-მდე ბიზნეს გეგმები გაკეთებული, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ წესიერი, ნორმალური, ეროვნული სახელმწიფოა საჭირო იმისათვის, რომ 2 წელიწადში ხალხმა ამოისუნთქოს და ესე იგი ამ ჭამობიდან გამოვიდეთ და მერე დავაყენოთ და ისეთი კანონები მივიღოთ იმ პერიოდში, რომ მერე უკან მოტრიალება ნებისმიერ დიქტატორს გაუჭირდეს. აი ესე როგორც ამერიკაშია, ხო ხედავთ ახლა მოვიდა ეს კაცი ძალიან ისეთი არა რაღაც არანორმალურ კანონებს ღებულობს, ხომ აი ეს გადასახადები და ის დასჯა და ამის დასჯა და გრენლანდიას შემოვიდნენ. იქ არის ინსტიტუტი, კონგრესი, სენატი, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ყველაფერი რაც თავში მოუვა გააკეთოს. ასევე ეგრეთ სასამართლომ გაუუქმა ის თავისი გადაწყვეტილებები ამ ქვეყნების მიმართ საგადასახადო პროცენტების გაზრდასთავაზე გაუქმეს და რაღაცას ბოლგუნებს, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს. კი, რა თქმა უნდა, ერთი კაცი. ჩვენც გვჭირდება ასეთი რაღაცების დაკანონება, რომ მე ერთი და ორი გიჟიც რომ მოვიდეს, რომ იმან ვერ შეძლოს ქვეყნის, ესე იგი, მოტრიალება გენერალური ხაზისაგან. აი ეს განხილვა თქვენ გვექნება,
ჩათვალეთ რომ მე მოგიწვიეთ 5 საათზე ზეგ 5 შაბათს და შეიძლება კი არა ალბათ ამას გავაკეთებთ პირდაპირ ეთერში აი ხალხი მოგვისმენს თანაც ჩვენ გამოაცხადეთ რომ ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და გვესწროს და გვისმინოს კითხვებიც დაგვისვას ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ჩვენს ინიციატივებს რომ ეს მართვის სისტემა რომელიც არის კოორდინალურად შესაძლებელი და რა ნაბიჯები ამისათვის გადასადმელი ეს ყველაფერი დამუშავებული გვაქვს მეცნიერულად ბატონო ჩემო და აი ვერ მივაღწიეთ იმას რომ ამისი განხილვა მოხდეს ფართო წრეებში პოლიტიკურში და სამთავროებშიც ჩვენ ვამბობთ რომ დაპირისპირება ღუპავს ქვეყანას ჩვენ უნდა მოვჩერთ ამ დაპირისპირებას და უნდა დავიწყოთ თანამშრომლობა თავრობასაც ამას ვეხვეწებით რამდენი ხანია მოდით დავждეთ და განვიხილოთ ბატონო ჯო ვიღაც ერთი იურისტი აიყვანოს და პრემიერ-მინისტრია თუ პრეზიდენტია ვიღაცა და უთხრას რომ წაიკითხეთ კაცო ამ მეცნიერების ისა წაიკითხეთ იმ მეორესი მესამესი მეოთხესი და რომელია შედარებით არაუშავს ისეთი იმასთან მზათავარ დავждეთ და ესე იგი ვითათფიროთ და ვიდებატოთ მაშინ ახლა ეს რომ გამოაცხადეს რაზე უნდა ვიდებატოთ ვიცით რომ ის დებატები არის სპექტაკლი არის სპექტაკლი აი ნამდვილი სადებატო აგერ არის და მიიღეთ მონაწილეობა ეცით რა არის ეს თქვენ თუ არა და მე მინდა ხელისუფლებას უთხრა რომ ახლა ისეთ პიარშიქს ვქირავთ რომ იცოდეთ სანანებელი გაგიხდებათ იცით რა არის ბატონო ახშე თქვენ რაზეც ისაუბრეთ ეს არის ძალიან კარგი იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას თვითონ ქვეყნის მთავრობას უნდა განვითარება ის რაც ძალიან გამჭირვალეა იმაზე ყოველთვის უარ სიტყვიანი ყოველთვის უარი იქნება ყოველთვის ჩათვლი ყოველთვის გექნებათ იმით შეგრძნება რომ არ გისმენენ იმიტომ რომ ის გამჭირვალეა ქვეყანაში სადაც ადამიანები საშუალო ხელფასი და ეკონომიკური ზრდა იმით რეგულირდება რომ მე ვიწევ ხელფასს 60,000-მდე და თქვენ გაქვთ პირობითად 300 ლარი ხელფასი საშუალო არითმეტიკულად საკმაოდ დიდი ხელფასი გამოდის და ეკონომიკური ზრდა გამოდის ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეს გამჭირვალობა საერთოდ არავის არ ჭირდება. ხვდებით? ანუ ეს პროექტები ძალიან კარგია. ძალიან კარგია პირობითად რომ ცხოვრობდეთ შვეიცარიაში თქვენ მთავრობა მოგისმენთ, იმიტომ რომ ეს გაუმჯობესებდა შვეიცარიას. თუმცა აი აქ ეს არავის არ ჭირდება. არანაირ პოლიტიკურ ძალას რომ გაიტანოს ეს სადმე და რაღაცა თქვას. ჩემი ხედვით დღესდღეობით ჩვენ იმიტომ ვართ ესე მძიმე მდგომარეობაში რომ პოზიციაც და ოპოზიციაც არის ერთ მაგიდასთან ჯდომის სხვადასხვა მხარეს არსებები რა ორივე ერთი და იგივე რაღაცაზე ჩხუბობს ოღონდ სხვადასხვა ენით უბრალოდ ამ შემთხვევაში ოპოზიციური დამოკიდებულება უფრო მეტად მისაღები იმიტომ არის რომ აი ცუც და უარეს შორის არჩევანს ვაკეთებთ თითქოს რა მესამე ძალა გარიყა და აი ჩვენი მოვხდით ძალა ეს გააქრო აღარ არსებობს ამ დროს არის 70% რომელსაც არც პოზიცია მოსწონს და არც ოპოზიცია ძალიან დიდი პროცენტია კი აი იმაზე როგორ გავიდეთ იმაზე გასვლა არის რთული იმიტომ რომ ეს ადამიანები რაღაც ნიჰილიზმში არიან ჩავარდნილები უკვე აი რაღაც ნიჰილისტური განწყობა აქვს რომ ვერც ხვდებიან არჩევნებზე ხმავის მიცენ ვის მოусმინონ ყველა რო ატყუებს მაგას ხვდება ადამიანი და უკვე დაბნეულია უკვე თითქოს შეგრძნება აქვს რომ აი დღეს თავი უნდა გავიტანო და აი ხვალ კიდევ ნახოთ რა იქნება აი ეს დამოკიდებულება გაჩნდა ქვეყანაში უკვე დემოგრაფიის პრობლემაც მაგიტო არის ამ დემოგრაფიული ტემპით სადღაც 5-6 წელიწადში ჩვენ აღარ გვეყოლება ქვეყანაში ქართველი დასაქმებული ადამიანი და ქართველების დასაქმება დაჯდება ბევრად ძვირი ან ძვირადღირებულები გავხდებით, იმიტომ რომ ძირითადად მოგვიწევს სულ უცხოელების დასაქმება. აი თუ დააკვირდით აი ბოლო წლების განმავლობაში პირობითად რესტორნები სულ 24 საათი მუშაობდა. ეხლა თბილისში მუშაობს 2 რესტორანი 24 საათი. იმიტომ რომ მინტანები აღარ ყავთ და შეამცირეს.
აფთიაქები რატო გადავიდნენ რამოდენიმე აფთიაქია ქალაქში რომელიც 24 საათი იმუშაობს შეიძლება უბანში ერთიც იყოს ხო იმიტომ რომ ვეღარ პოულობენ ადამიანებს ვინც იმუშავებს ანუ ეს მცირდება და მცირდება დღითი დღე თუნდაც ის რომ მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კონსულტანტებად არიან თქვათ დასაქმებულები პრობლემა არ მოხს არანაირი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე უბრალოდ აქ ხდება რა კონსულტანტად პირობითად რატო დავასაქმებ ისეთ ადამიანს რომელიც სხვა ენაზე ლაპარაკობს როცა ქართველი შემიძლია არ არის კადრი ვეღარ პოულობენ ყველა სექტორში რომელ კომპანიასაც ქართულს მე ვემსახურები ყველას აქვს კადრის პრობლემა მუდმივი კადრის პრობლემა აქვს მზარეულის პრობლემა გაყიდვების მენეჯერს ყველა კომპანია მუდმივად კადრს ეძებს და რამოდენიმე წელში ეს კიდე უფრო და უფრო გართულდება. იმიტომ რომ ქვეყნიდან ხდება გადინება ახალგაზრდობის, სტუდენტი რომელიც პირობითად მიმტანად უნდა მუშაობდეს, წასულია ქვეყნიდან და სხვა რაღაცას აკეთებს 20-23 წლის ადამიანი წასულია და პირობითად პოლონეთში მუშაობს იმაზე რა ქვია მშენებლობაზე ხო და იმას კი ურჩევნია დედამის თანყოფდა და მიმტანად მუშაობა მაგრამ ისეთ ხელფას უხდიდნენ იმ პერიოდშიც ისე ურჩევნია იქა იყოს 1500 евро რა ვიდრე რაღაც საქართველოში 300 ლარი მიცენ მთელი ღამე რომ უნდა ირბინოს ფოდნოსით ძიმე ფოდნოსით ხელში აი ეს ყველაფერი ქმნის დემოგრაფიულ კატასტროფას. შობადობაც იკლებს, იმიტომ რომ ფასები იზრდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. განათლების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. ბავშვი იძულებული ხარო ბაღში ატარო, იმიტომ რომ ისე შეიკვეცა სახელმწიფო ბაღები, რომ ვეღარ ასწრებენ მშობლები ამ ბაღში ბავშვის დარეგისტრებას. იქ წამალი ღირს ძვირი პამპერსი ღირს რაღაცებ ყვებაც კი ძვირი ღირს და ფიზიკურად ვეღარ უძლებენ ხო ანუ რეალურად ქვეყანა რომ მეტობაში წავიდეს ჭირდება ერთმა ოჯახმა რომ გააჩინოს 3 შვილი მინიმუმ იმიტომ რომ დედა და მამა დიდები არიან უკვე და მეტობა ხო გამეორება და 1 პლუს ეს არის მინიმალური ზრდა და 3 შვილის მოვლა დღევანდელ რეალობაში ძალიან რთული არის როდესაც მინიმუმ 900 ლარი ბაღში უნდა გადაიხადო ყოველ თვე. იქ მე ჩაცმა ყვება მე აღარ ვთვლი უკვე ექიმი დაჭირდება ვირუსი გაუჩნდება თუ რაღაც ადამიანს. აქედან გამომდინარე საბოლოოდ მივდივართ იმამდე რომ მივდივართ დემოგრაფიულ კატასტროფამდე ვართ მოხუციერი არა იმით რომ დიდი ისტორია გვაქვს და ესე რომანტიკულად იმით რომ მოხუცების რაოდენობა ბევრად მეტია. საშუალო ასაკი არის? კი, ბევრად მეტია ვიდრე ახალშობილების ან ახალგაზრდების. ეს იმიტომ რომ ქვეყანაში აღარ არის ხალხი. ფიზიკურად ჩემი სამეგობროს ძალიან 80% საზღვარგარეთ არის წასული. გასაგებია ჩემი მეგობრების შვილების უმრავლესობა იქ არის და თანაც საკმაოდ კვალიფიცირებულები, მაღალი რანგის სპეციალისტები, მეცნიერები, დოქტორები და ნუ ესეთები. ხო, ნუ აქ აღარავის აღარ ჭირდება არც გეოლოგები, არც ფიზიკოსები, არც ქიმიკოსი, აღარ ჭირდება, რატომ უნდა ჩამოვიდეს? აი რა რო ჩამოვიდეს ამხელა კვალიფიკაციის ადამიანმა, ამხელა განათლების პატრონმა, აქ რა უნდა აკეთო? კარგით, ანასტასია, თქვათ არ დავზაფროთ ახლა ეს ხალხი ჩვენ, ესე იგი უნდა ვთქვათ და მე მგონია რომ ეს ასე არის. ჩვენ კარგიერი ვართ. ძალიან კარგიერი ვარ. ის რომ ზოგჯერ ირონიით ვამბობთ რომ აი ისტორია ის ისტორია რაღაცას გავალდებულებს და ეს ჩვენი პლუსი არის. მე ბევრჯერ გამიმეორებია კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დავით აღმაშენებელი 16 წლის ქვეყანას რო ჩაუდგა სათავეში იმ დროს ის საქართველო თავის გარემოცვა ქვეყნებს შორის უკეთეს მდგომარეობაში არ იყო ვინმე დღევანდელი საქართველოა თავის გარემოცვის ქვეყნებს შორის იმ ერთმა კაცმა იმ თავისი გიორგი ჭყონდიდელით ესე იგი შეძლო ის რომ ეს ქვეყანა გახდა იმ თავის გარემოცვაში ნომერ პირველი ქვეყანა და ამავე დროს ძალიან დიდი როლი შეასრულა ამ თურქების და მუსულმანების ექსპანსიას გადაარჩინა ევროპა და ცივილიზაცია საერთოდ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს და უნდა ვიცოდეთ რომ
არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, საიდანაც არ შეიძლება გამოსვა. რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის პირველი რაც არის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკეთესის შერჩევა. არ არის მართალი რომ მაინც გააყალბებენ, ვერ გააყალბებენ თუ მასა იქნება მომზადებული და იქნება მოტივირებული. ვერ გააყალბებენ. აი ის ახალგაზრდები, აკაცუკები, ახლა დღეს იქ რომ ტრიალებენ, იმათი ბირთვი არის ის ორგანიზაცია, რომელიც დამკვირვებლების სახით იყვნენ იმ არჩევნებზე და იმათ რომ ნახეს რა მდგომარეობა, აი იმათ შექმნეს ის ორგანიზაცია და იბრძვიან. იქ არის ჩემი შვილებიც და ამიტომ კარგად ვიცი ეს ამბავი იქ და აი იგივე ბატონი ოთარიც იქიდან გავიცანი და ბევრი ვინმე და მე ამაყება რომ ასეთი ახალგაზრდები ყავს და ესენი გამოდიან აი თქვენც ასეთი სამაყო პატარა ქალბატონი დედოფალი გამოდიხართ და აი ასეთნაირად უშიშრად ამბობთ თქვენს აზრს ანალიზი რომელიც საკმაოდ ობიექტურია და მე მგონი ამან უნდა იმუშავოს და თუკი თქვენ და თქვენისთანები აი ჩვენ მოხუცებს მეცნიერთა კონგრესი რო ქვია და რომლებმაც ამდენი რაღაცა გავაკეთეთ და მთელი ეს პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ არ წაგზლია სულმა და არ გავიყიდეთ და პრინციპულად დგევართ აი ამ ეროვნულ პოზიციაზე, ამათ თუ შემოგვიერთდებით, ჩვენ დიდი სიამოვნებით საავტორებად მიგიღებთ ყველა ჩვენ პროგრამაში და დიდი სიამოვნებით დაგითმობთ უფლებას რომ შეასწოროთ ის, გააძლიეროთ ის, გააუმჯობესოთ და ის ავიღოთ და დროშად და მიმართოთ ხალხს რომ აი ამ პროექტების და ამ პროგრამების ირგვლივ გავერთიანდეთ და არა ბელადების არ გჭირდება ჩვენ ბელადები ჩვენ გჭირდება ცოტა მაგას იდეა გჭირდება დამუშავებული პროგრამა პროექტი გჭირდება და ეს უბრალოდ წაკითხვა უნდა აიღეთ და წაიკითხეთ აი ჩვენი დოქტრინა აიღეთ და წაიკითხეთ ჩვენი პროგრამა აიღეთ და წაიკითხეთ ჩვენი ბიზნეს გეგმა ჩვენ ბიზნეს გეგმა მაქვს აი ვალები რომ აქვს ჩვენს ქვეყანას თავისი მოქალაქეების იცით რამდენია 40 მილიარდზე მეტი აქვს ის რაც შევარდნაძის დროს მოპარეს ხალხს ის რაც მიშამ წაართვა ის რაც ხაზარაძემ და ჩხარტიშვილმა წაართვეს მიანაბრებს და პენსიონერებს ეს ყველაფერი დათვლილია და იგივე ევროსაბჭო წლების მანძილზე ამათ და იმ წინამთავრობასაც ეუბნებოდა დაწერეთ პროექტი როგორ აპირებთ ამ ვალების გადახდას ჩვენ ეს პროექტი გავაკეთეთ როგორ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ და აი ის არარსებული ფული სახელმწიფოს ჯიბიდან კი არა ის გახდება მოტივაცია ახალი ეკონომიური წინსვლის იმიტომ რომ ვისი ვალიც გაქვს იმას ქაღალდი მიეცი ვაუჩერი რომ შენ თუ რამეს გააკეთებ და კარგს იზამ შენ იმ შენს ბიზნესში სახელმწიფო გადასახადების სულ ყველაფერი წაგივა აქედან ესე იგი მას გაუიაბდება თავისი წარმოების შექმნა და ეს მოტივაციას მისცემს ინვესტორით შემოვა აი თქვენ თუ მაგალითად ბებია თქვენს ჰქონდა სადღაც რაღაცა და 100,000 და ის გადაითვლება დღევანდელ ლარებში ზუსტად იმდენი რამდენიც მაშინ იყო ეს მისცემს მოტივაციას თუნდაც ჩვენს ემიგრანტებს რომ დაგიკავშირდნენ თქვენ დაუთმოთ ეს თქვენი ვაუჩერი და შექმნათ ერთობლივი საწარმო თანაც უპირატესობა მიეცი იმას რაც საქართველოს სჭირდება ასევე არის საგადასახადო სისტემაში იმდენი რაღაცები გვაქვს გაკეთებული რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას და ქვეყანას მისცემს საშუალებას წინ წავიდეს გვეუბნებიან დაამთავრეთ მოკლედ თქვენთან მე ალბათ ძალიან დიდხანს ვილაპარაკებდი მაგრამ დრო ამოიწურა ახლა მე თქვენ გაძლევთ ერთი წუთი რამდენიც გინდა ილაპარაკეთ ისე სხვათაშორის მე ყველასთან ვამთავრებ ერთი კითხვით აი თქვენ დღეს რო გახდეთ ივანიშვილი მისი ძალებით მისი შესაძლებლობებით პირველი სამი ღონისძიება რომელსაც გააკეთებდით
რთული კითხვა არის ძალიან მაშინ ეს დაიმახსოვრე და შემდეგისთვის მიპასუხე. აუცილებლად ახლა ის თქვით რაც გინდა. მე პირველ რიგში მგონია რომ ქვეყანაში აუცილებელია ინვესტიციის ჩადება ტურიზმის მიმართულებით, იმიტომ რომ ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი ამისი. მე 18 წლიდან ვლაშქრობ და მთელი ქვეყანა მაქვს ფეხით შემოვლილი და ვიცი რისი ნახვა შეგიძლია აქ, რაც ბევრი ქართველი ისე დაიბადა, ისე გაიზარდა და ისე გარდაიცვალა, რომ ეს არ უნახავს. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ესეთ პატარა ტერიტორიაზე ზღვა უდაბნო მთა, ისეთი რაღაცები, რომელზეც ხალხი მეუნება ხოლმე, რომ მე ვიყავი შვეიცარიაში და ისეთი ადგილები ვნახე, როგორი ადგილებიც საქართველოში არ არსებობს და მე ვეუბნები, რომ აი მოდი მანახე აბა ეგ ადგილები და მე ვეუბნები ზუსტად საქართველოში, ზუსტად ეგეთი ადგილი სად არის, რომელ ადგილზე. შეგიძლია რომ აი მაქსიმუმ ერთ თვეში ეს ყველაფერი ნახო, ამიტომ ტურიზმით თუ გაძლიერდება ეკონომიკური მდგომარეობა და ჩვენ ამის პოპულარიზაციას და პიარს გავწევთ, ნელ-ნელა უკვე შევძლებთ რომ სხვადასხვა რაღაცეებში ჩაიდოს ამ თანხის მერე რესურსული მომენტები. ჩემთვის მაგალითად პირობითად ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილი არის ისეთი, რომელიც ჩვენც კი არ ვიცით. და ამის პოპულარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და ძალიან თავისი ლეგენდებით, თავისი ისტორიებით, თავისი საინტერესო გამოცდილებებით და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტურიზმის შედეგად რეგიონი, თვითონ ის რეგიონი, რისი პრობლემაც ეხლა ჩვენ გვაქვს, რომ რეგიონები არის გაუბედურებული, მოკლედ აი ეს რეგიონები შიც დაიწყება მოქმედება. გასაგებია. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა. საზოგადოებას კიდევ ვეთქვი, რომ თქვენ არაერთხელ იხილავთ მას აქ და ვის როლში ამას გაჩვენებს. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.